ფრინველებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი ინიცირებული და ხელშეწყობილია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ. Ჩვენი პროგრამა სისტემატურად ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს ქვეყანაში სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს ეხმარება შეიძინონ ის უცოდნა და უნარები, რომელიც მათ ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდაში. სწორედ ანალოგიური ღონისძიება გახლავთ ეს ტრენინგი. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ აჭარის რეგიონის შემდეგ უკვე სამცხე-ჯავახეთში განახორციელა ფრინველებზე დაკვირვების გიდის მოსამზადებელი კურსი. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 15 კონკურსის წესით შერჩეული გიდი. სამცხე-ჯავახეთი მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია. ჯავახეთზე გადის გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიგრაციული დერეფანი. აქ შეგიძლიათ 160-ზე მეტი სახეობის ფრინველს დააკვირდეთ. თუმცა ახსნისა და ინტერპრეტაციის გარეშე ეს ყველაფერი რჩება მხოლოდ ციფრებად. სწორედ აი ამ სიცერიალის შევსებას ემსახურება ფრინველებზე დაკვირვების გიდების გადამზადების ტრეინინგი. პროექტის შედეგად ფრინველების როგორც გამორჩეული ბუნებრივი რესურსის ათვისება მოხდება მდგრადად და მათი პოზიციონირება როგორც გამორჩეული ეკოტურისტული პროდუქტი. ჩვენ გვეყოლება ადგილობრივი გიდები, საბაზისო ცოდნით და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი, რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ მრავალფეროვანი სამცხე-ჯავახეთი. ტურისტულმა გიდებმა გაიარეს თეორიული ნაწილი ტრეინინგის, ხოლო შემდგომ უკვე ამას მოყვა საველე ნაწილი და ახლა სწორედ აი ამ ნაწილს ვატარებთ. საველე პირობებში გიდებმა შეისწავლეს ის თუ როგორ უნდა გაარკვიონ ფრინველები ერთმანეთსაგან, როგორ მოძებნონ ეს ფრინველები, როგორ გაუწვენ ტურისტებს და როგორ მოახდენონ ზოგადად ტურისტული გიდის მომსახურება ფრინველთა დაკვირვების კუთხით. ეს ცოდნა მათ გამოადგებათ იმისათვის, რომ შემდგომ უფრო, ასე ვთქვათ, ეფექტური გიდობა გასწიონ უფრო ფართო სპექტრის ტურისტებისათვის. სამცხე-ჯავახეთის DMO მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას და თვითრეალიზაციას.